დღეს განვიხილავთ საქართველოს საკითხსაც, რა თქმა უნდა, უვიზო რეჟიმი დიპლომატიურ პასპორტებზე ახლა შეჩერებული გვაქვს. ასევე მთავრობის მხარდასაჭერად გამოყოფილი თანხები არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას გადავეცით მათი მისიის მხარდასაჭერად, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ხელშია, რომ ეს საკითხი მოაგვარონ. ევროკავშირმა გარკვეული ნაბიჯები გადადგა. ეს არის სავიზო რეჟიმის არსებითი ცვლილება ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. ისინი დიპლომატიური პასპორტებით ევროკავშირში უვიზოდ გამგზავრებას ვერ შეძლებენ. ასე რომ ეს ძალიან მიზნობრივი ქმედებაა. როგორც ისინი თავადაც ამბობენ და ევროკავშირიც აღნიშნავს, ევროკავშირის დახმარება არ იქნება მიმართული მთავრობასთან, დაკავშირებულ ქმედებებსა და უწყებებთან. სამწუხაროდ დღეს ისინი ხალხის ნებას პატივს არ სცემენ. ამას ვხედავთ ევროპული მომავლისა და თბილისში მიმდინარე დემონსტრაციების თვალსაზრისით. ლატვიამ გარკვეული რაოდენობის თანამდებობის პირებს, ვინც მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ჩახშობაშია ჩართული და ვინც ჟურნალისტებს ესხმის თავს, ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა და ასე მოიქცნენ სხვა ევროპული ქვეყნებიც. ამგვარად ზეწოლა არსებობს, მაგრამ ამასთან თუ ხალხის ნებას პატივს სცემენ, ევროპული მომავლისთვის კარი ცალსახადღია. რაც შეეხება საქართველოს, საქმე კარგი მიმართულებით არ მიდის. ევროპას მეტის გაკეთება შეუძლია და ერთ-ერთი რაც ესტონეთმაც შესთავაზა, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გაუქმების პროცესის დაწყებაა. მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ხვალ გავაუქმებთ, მაგრამ საჭიროა დავიწყოთ ეს პროცესი, რათა ძალიან პირდაპირ და მკაფიო გზავნილი გავაგზავნოთ, რომ ხელისუფლება, რომელიც ახლა საქართველოს მართავს, საკუთარ ხალხს ატყუებს. არ გვჯერა იმის, რასაც საქართველოს ხელისუფლება გვეუბნება. ჩვენ მოწმევართ თუ რა ხდება რეალურად.